ფიქრობთ, რომ გაუსაძლისი ტკივილი menstruაციის დროს ნორმალურია? მოდით განვიხილოთ ენდომეტრიოზის 4 ძირითადი სიმპტომი. ძლიერი ტკივილი ციკლის დროს. როდესაც ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ტკივილგამაყუჩებლები ვერ გშველით და ეს საგრძნობლად აქვეითებს თქვენი ცხოვრების ხარისხს. ვერ დადიხართ სამსახურში, სკოლაში, ეს შესაძლებელი არის ენდომეტრიოზი იყოს. ხშირად მსგავს ტკივილს ჩვეულებრივ menstrualურ ციკლთან აკავშირებენ, თუმცა ეს ნორმალური არ არის და აუცილებელი არის სრულფასოვანი გამოკვლევა. ძლიერი ტკივილი სექსის დროს. ეს ტკივილი ძალიან ბევრ ქალს აწუხებს და ის არ უკავშირდება ქალის გუნება-განწყობას. ხშირად ამის მიზეზი საშვილოსნოს ირგვლივ განვითარებული ენდომეტრიოზული ჩანართებია, რომელიც აუცილებლად ექიმის ჩარევა საჭიროებს. ტკივილი მოშარდის და დეფეკაციის დროს. ეს შესაძლებელი არის ენდომეტრიოზის ერთ-ერთი დაფარული სიმპტომი იყოს. მას ხშირად არ უკავშირებენ გინეკოლოგიურ პრობლემას, თუმცა ენდომეტრიოზი შესაძლებელი არის გავრცელდეს შარდის ბუჩზე და ნაწლავებზე და ამიტომ ის იწვევდეს მსგავსი ტიპის ტკივილს. დაორსულების გაძნელება. ენდომეტრიოზი ხშირად არის უშვილობის მიზეზი, განსაკუთრებით ადენომიოზი ან საკვერცხეებში ენდომეტრიოზული კისტები ენდომეტრიომა. ეს ფორმები აზიანებს კვერცხსავალ მილებს, იწვევენ შეხორცებით პროცესს მცირე მენჯის ღრუში და ხელს უშლიან განაყოფიერებას. თუმცა მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დახმარებით ამ დიაგნოზის მქონე ქალები წარმატებით აღწევენ ორსულობას.